მოგესალმებით. მე გახლავართ ლიზის არიშვილი. ფოთის ნომერ 3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე და ვარ პროექტის ლიტერატურული მოგზაურობა დროში მონაწილე. სკოლა ის ადგილია, სადაც სითბო, სიყვარული და მეგობრობა ერწყმის ცოდნასა და განვითარების უსაზღრო შესაძლებლობებს. აქ არა მხოლოდ ვსწავლობთ, არამედ პიროვნულად ვიზრდებით, ვიძენთ ფასეულობებს და ვქმნით მოგონებებს, რომლებიც მთელი ცხოვრება გაგუყვება. ყოველი დღე ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ვიმეგობროთ, ვეძიოთ ახალი ცოდნა და გავიზიაროთ წარმატება. განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც გვაძლევს ძალას, ვიპოვოთ ახალი გზები და ჩვენი საოცნებო მომავალი რეალობად ვაქციოთ. სწორედ ასეთ გარემოს ქმნის ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ნომერ 3 საჯარო სკოლა. ადგილი, სადაც თაობები იზრდებიან, იღრმავებენ ცოდნას, აყალიბებენ ფასეულობებს და ემზადებიან მომავალი გამოწვევებისთვის. ჩვენი სკოლა არის განათლებისა და კულტურული განვითარების კერა, რომელიც წლების განმავლობაში ზრდიდა და აყალიბებდა პასუხისმგებლიან, მოაზროვნე და მოტივირებულ მოქალაქეებს. მისი ისტორია, ტრადიციები და ინოვაციური მიდგომები სასწავლო პროცესში ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. არსებული სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ და აკადემიურ განვითარებას, რაც კიდევ უფრო ამყარებს სკოლის ავტორიტეტს. სკოლის ღირებულებები ემყარება თანასწორობას, პატივისცემას, ტოლერანტობას, ურთიერთთანამშრომლობას, სამართლიანობას, გამჭვირვალობას, შემოქმედებითობას, ნოვატორობას, მიზანდასახულობას, ხარისხიან განათლებასა და თვითგამოხატვის თავისუფლებას. ეს პრინციპები აყალიბებს მოსწავლეებს არა მხოლოდ განათლებულ, არამედ ეთიკურ და სოციალურ პიროვნებებად. ჩვენი სკოლა გამოირჩევა მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, ინტელექტუალურ ღონისძიებებში, რაც ხელს უწყობს მათ კრიტიკულ აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. სკოლის მისიაა აუზრუნველყოს მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლება, ხელი შეუწყოს მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, ჩამოუყალიბოს კულტურული ფასეულობათა პატივისცემა და ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პასუხისმგებლობა. მუდმივი ინოვაციები, თანამედროვე მიდგომები და ღია გამჭვირვალე მართვის სისტემა ქმნის ნიადაგს მოსწავლეთა წარმატებისთვის. მოგესალმებით. მე ვარ მართა ხურცილავა, ქალაქ ფოთის ნომერ 3 საჯარო სკოლის მოსწავლე და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა პროექტში ლიტერატურული მოგზაურობა დროში. ალბათ გაინტერესებთ ვინ ვარ, რითი გამოვირჩევი სხვებისგან და რის ეკეთება სიამოვნებს ამ სამყაროში. სიმართლე რომ გითხრათ, ბავშვობიდან მიყვარდა წიგნების სამყაროში მოგზაურობა. უბრალო სიტყვებში მუდამ ვეძებდი ჩამალულ მნიშვნელობებსა და აზრებს. არც გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ქართული ენა და ლიტერატურა ჩემთვის მხოლოდ საგანი კი არა, არამედ უსასრულო შესაძლებლობების სამყაროა, რომელშიც თითოეულ სიტყვას თავისი ისტორია აქვს. ქართულის ყოველი გაკვეთილი ახალი თავგადასავალია, რომელიც წარსულსა და მომავალში ერთგვარ პორტალს ხსნის, გვაზიარებს ლიტერატურის ჯადოსნურ ძალას და გვასწავლის, როგორ გავხდეთ უკეთესი ადამიანები. ჩვენი გაკვეთილი ყოველთვის საინტერესო და შემოქმედებითია. მასწავლებელი ცდილობს, რომ გაკვეთილი იყოს არა უბრალოდ მასალის გაცნობა, არამედ ერთგვარი გამოცდილება, რომელიც განვითარების შესაძლებლობას მოგცემს. როდესაც მასწავლებელი ახალ პროექტში მონაწილეობას გვთავაზობს, ვიაზრებთ, რომ ახალი პროექტი, ახალი გამოწვევაა. აღნიშნულ პროექტში ჩართვაც ქართულის მასწავლებელმა შემომთავაზა და სიხარულით დავთანხმდი, როდესაც გავიგე, რომ პროექტის მიზანი შემოქმედებითი და კვლევითი უნარების განვითარებას მოიაზრებს. გაკვეთილები გვეხმარება ჩვენი მოსაზრებების სწორად ჩამოყალიბებასა და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებაში. როგორც კი მასწავლებელი ახალ დავალებას აწერს დაფაზე, კლასში წამით სიჩუმე ისადგურებს. ჩაფიქრებული თვალებით შევცქერით ერთმანეთს და ახალ იდეებსა და აზრებს ვაზიარებთ. კლასი თითქოს და ცოცხლდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, ყველანი ვერთიანდებით საერთო საკითხის გარშემო. ჩვენი შეხედულებები და მოსაზრებები მეტწილად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა გაკვეთილი მაშინ ხდება საინტერესო, როდესაც კლასში განსხვავებული აზრი გაიჟღერებს. ამ დროს დისკუსიაში ყველანი ვერთვებით. მასწავლებელი განიხილავს ყველა შესაძლო შემთხვევას და მას გონებრივი იერიშის სავარჯიშოებით სწორ პასუხამდე მივყავართ. გაკვეთილზე გამართული ქვიზები და დისკუსიები არა მხოლოდ ცოდნის გამტკიცებაში გვეხმარება, არამედ გვასწავლის ერთმანეთის მოსმენას, პატივისცემასა და კრიტიკულად აზროვნებას. უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად ვერთვებით მსგავს პროექტებში, არაერთ კონფერენციასა თუ კონკურსში მიგვიღია მონაწილეობა და გაგვიმარჯვია კიდეც. ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ ფინედუს მიერ ორგანიზებულ კონკურსს „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით და გავიმარჯვეთ“. კონკურსის წიგნიერი 2023 გაიმარჯვა ნინო ხოფერიამ, პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო კონკურსის წიგნიერი 2024 ფინალისტი გახდა ნიკოლოზ ჩაგანავა და მესამე ადგილი დაიკავა.
მონაწილეობდით პროექტში საგანმანათლებლო პროგრამა სოციალური ინოვაციები მომავლისათვის. მდგრადი და ქალაქის საჭიროებებზე მორგებული პროექტების წარდგენისათვის მესამე სკოლას პროექტორთან ერთად გადაეცა ციფრული ეკრანი. გუნდსა და მენტორ მასწავლებელს ნინო გაბუნიას სერტიფიკატები. მასწავლებელს ასევე საჩუქრად გადაეცა ბიბლუსის ვაუჩერი. ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და აბიტურიენტების კლუბმა ესეების კონკურსის ფარგლებში გამოავლინა 3 საუკეთესო ესეს ავტორი. მათ შორის გახლავთ ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნინო ხოფერია. მან წარადგინა ნაშრომი ძალა და თავისუფლება, დემოკრატიის გზა და დაიმსახურა მეორე ადგილი. კონკურსის უწერ თავისუფალ თემას ფარგლებში გამოვლინდა 22 წარმატებული მოსწავლე, მათ შორის მართა ხურცილოვა. ნინო ხოფერია გადავიდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში. ისრაელის საელჩომ საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაატარა კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა და კონკურსის ფინალისტი გახდა მარიამ სიჭინავა. საქალაქო კონკურსში მე რომ მასწავლებელი ვიყო ანანო გოგუაძეს საუკეთესო ნაშრომის შექმნისთვის გადაეცა დიპლომი, მესამე ადგილი და ფასიანი საჩუქრები. რომ სხვადასხვა პროექტში აქტიური მონაწილეობა წარმატების საწინდარია. მოხარული ვარ, რომ ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა მაქვს გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება. ალბათ არ არსებობს უკეთესი გრძნობა, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ ვისწავლით, ვიშრომებთ, რადგან როგორც აკაკი წერეთელი ამბობს, მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა. ჩვენი დამოკიდებულება სკოლისადმი ერთობას მოიაზრებს და მეტაფორულად ასე ჟღერს. სკოლა სხვადასხვა დროს დაბადებულთა ერთობის ჯაჭვია, ხოლო ამგვარი ერთობა ახალ თაობას უსაზღვრო შესაძლებლობების გზას უხსნის. ანდაზაც სწავლაცოდნის თესლია და ცოდნა ბედნიერებისო, მოწმობს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის შემთხვევითი წყალობა. იგი მოთმინებითა და შრომით გამოზრდილი სიბრძნეა, რომელიც თავისუფლებას, ოცნებებისა და მიზნების რეალიზების ძალასა და ცხოვრებისეულ სიმშვიდეს გჩუქნის.